მოდი დავიწყოთ ქრონოლოგიურად მივყვეთ დღევანდელ დღეს. ეს არის პირველი სპექტაკლი იყო ბუტერბროდი, რომელიც ლევან ქუჩიამ განახორციელა ზურაბ მელიქიძის პიესის მიხედვით. ძალიან კარგი იყო, რომ მან სცენა ტექნიკური თვალსაზრისით აითვისა, იგივე განათება, ისევე ფარდის მოძრაობა, ეს გამოიყენა და ამ მხრივ თავისუფალი იყო ის, თუმცა ეს იყო ერთადერთი დადებითი რაც შემიძლია თქვა როგორც რეჟისორის გადაწყვეტაში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ხვიჩი არის მაგისტრანტი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში და მისი ხელმძღვანელი არის რობერტ სტურუა. ეს გავლენა რეჟისორზე არის ძალიან დიდი. ერთის მხრივ შემიძლია ეს ჩაითვალოს რეჟისორის ნაკლათაც, რომ ესეთი დიდი გავლენა არის და ფაქტობრივად ის კალკს აკეთებს თავისი პედაგოგის, მაგრამ ამავდროულად ეს არის ბუნებრივიც დამწყები რეჟისორისთვის, სტუდენტისთვის და მე ვიმედოვნებ, რომ ეს არის რაღაც ერთგვარი ეტაპი მის ცხოვრებაში, რომ ესეთი დიდი გავლენა აქვს რობერტ სტურუასი. და იმედი მაქვს, ხვიჩა ჩამოყალიბდება თვითმყოფად რეჟისორად და არ ექნება ესეთი ფაქტობრივად კოპიები, ასლები თავისი პედაგოგი რეჟისორის. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ სპექტაკლში მე უყურებდი რობერტ სტურუას ნიუანსებს, მის მიზანსცენებს და არა ლევან ქუჩიას. სამწუხაროდ. რაც შეეხება ბაიდაურის სპექტაკლს. უნდა მოგახსენოთ, რომ თვითონ ჩანაფიქრი მე ვთვლი, რომ საინტერესო იყო, მაგრამ ალბათ აკლდა ხორჩეს ხმა და განვითარება და შეიძლება დროც სამუშაო პროცესისა. ბევრი მეტაფორა და ალეგორია დავინახე, გააკეცვა დღევანდელი რეალობისა და რაღაც პოზიცია ჩანდა რეჟისორის ყოველ შემთხვევაში და ეს უკვე მისასალმებელია, რომ ის რისთვის გავდა სპექტაკლს, აქედან გამოკვეთილი იყო სანახაობიდან. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი პროფესიონალიზმი მსახიობების მხრიდან და უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო, რომ შედეგი უფრო კარგი ყოფილიყო. ზღვის დედოფალი, რეჟისორი გიორგი მურაჩიშვილი. პიესა მატეი ვიშნიკი. ამ დადგმაზე გამოკვეთილი რადიკალური მოსაზრებები ნაკლებად მაქვს, იმიტომ რომ თვითონ დადგმა არის ჩემი აზრით რაღაცნაირად უპრეტენზიო, მაგრამ ეს რამდენად კარგი, ყოველთვის კარგი გაგებით ვერ ვამბობ ამას უპრეტენზიოს. მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად კულტურულად აგებული, საინტერესო მხატვრობით წარმოაჩენს რეჟისორი პიესას. მე მაინც მგონია, რომ ამ დადგმაში ყველაზე სუსტი ცოტა უხერხულია, მაგრამ ტექსტი მგონია, რომ წყალივით არის უკაცრავად ესეთი მეტაფორისთვის და შეფასებისთვის. უბრალოდ თითქოს ელოდები რაღაც განვითარებას და ეს განვითარება არ დგება დადგმაში. თავიდან ყველაფერი ძალიან ცხადია და ტექსტის სიღარიბეც მომეჩვენა, შესაძლოა ეს თარგმანის პრობლემაა. იქამდე რომ თითქოს და მსახიობს დასამუშავებელი სახესაც ვერ ქმნის, ან არ ქმნის. მგონია რომ რეჟისორი საკმაოდ ისეთი ნაფიქრი ჰქონდა რაღაცეები. შესაძლოა რეჟისორს ბევრი უნარი აქვს უფრო მეტად საინტერესო სხვა ტექსტთან მიმართებაში იყოს. როდესაც მარტო ტექსტით მოდიხარ და ტექსტის წარმოჩენა გინდა, მაშინ ტექსტი უნდა იყოს მართლა საინტერესო. რეჟისურაზე ვერ ვისაუბრებ, აქ ჩემთვის მთავარი სეგმენტი რეჟისურა ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან მომეწონა კომპოზიტორი კოკა ნიკოლაძე, რომელიც არ შემიძლია რომ არ გამოყო, იმიტომ რომ რაღაც ჩართული იყო. ყველაზე მეტად გამომსახველი ამ სპექტაკლში იყო სწორედ ის, როდესაც ეს უკანა დეკორაცია იხსნება და ადის ზევით, იქ უკვე რაღაც იმპულსი წამოვიდა თვითონ კომპოზიტორისგან, ან ვინც ასრულებდა ამ ყველაფერში. ვიდრე სცენა გაიხსნებოდა, ჩვენ გვესმოდა სიმების ხმა, რომელმაც თავდაპირველად ჩელოს ასოციაციები წამოიღო და შემდეგ, როდესაც ფარდა გაიხსნა, ჩვენ ხედავდით, რომ თურმე ის ხელს იყენებდა გიტარაზე. ეს მუსიკოსებში საკმაოდ აპრობირებული მომენტია, მაგრამ არც ისე ხშირად. და ასევე ის ფორტეპიანოსაც იყენებდა თავის სიმებით და კლავიშებით, ანუ ის ფლობდა თითოეულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მას მიეღწია მაქსიმალური განწყობისთვის, რაც საჭირო იყო სპექტაკლისთვის და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ეს ერთ-ერთი გამორჩეული
გახლავთ მუსიკის ავტორი ჩვენს ფესტივალზე. რაც შეეხება ცარიელ სახს რეჟისორი თეონა მესტუმრე ამ სპექტაკლის მსვლელობისას აი რაღაც დავიჭერე რომ აი ცდელობა რაღაც სიახლის თქვათ იგივე სარკისებური რაღაც მოძრაობა მსახიობების აი ეს ხაზი განვითარებული იყო ნამდვილად იყო და ეს ალბათ ყველა მაყიქვა იყო ესეთი მომენტები როდესაც მსახიობები აი ფუნქცია დაკარგულები იდგნენ მაგალითად ესაც ის ერთი პერსონაჟი საუბრობს ეს ძარცველი აქეთ სახეობებით განაც არაფერს არ აკეთებენ ანუ დატვირთვა ფუნქცია მათ არ ქონდათ რეჟისორმა ამ შემთხვევაში თავისი ამოცანა ვერ შეასრულა ანუ მათ მხოლოდ რაღაც აქცენტი ერთზე ის მსახიობიც ალბათ ნუ როგორც მსახიობი თვითონ მუშაობდა უბრალოდ აი აქ ორი პერსონაჟი აბსოლუტურად თვალში საცემია რომ დგანან და არაფერს არ აკეთებენ ეს ძალიან ესეთი ხაზგასმით მინდა აღნიშნო იმიტომ რომ სამი პერსონაჟი დგას როდესაც ორია არაფერს არ აკეთებს ეს ძალიან შესანიშნავია იყო ჩემთვის. თეონა მესტუმრე არის კინორეჟისორი. ეს კინორეჟისორებისათვის დამახასიათებელი ხერხი, იმიტომ რომ მისთვის ობიექტივი კამერის ამიშვერილია ერთ მსახიობზე და ქმედება არის გადატანილი მასზე და აქედან გამომდინარე თulis რომ ეპიცენტრიდან გარეთ არიან დარჩენილი. რასაკვირველია. მაგრამ ფორმა რეჟისორს აბსოლუტურად მოძებნილი ქონდა თუ როგორ შეიძლება მისი შინაგანი ბუნება გამოხატული ყოფილიყო და საინტერესოც იყო ეს ფორმა მე ესე ვთვლი ვუყურებდი და ვცნობდი იმ ტემპორით რაც შემოქმედება ჭურჭადებული ქონდა ამ სპექტაკლში მედია დაბრუნება რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი ამ დათქმით ძალიან სერიოზული ამოსუნთქვა ქონდა საკმაოდ ნეგატიური თუ არა და დამძიმებულები წავიდოდით რომ არა ეს დადგმა და რომ არა ნატუკა კახიძე ძალიან მომეწონა დღეს მაგრამ მაინც დავიწყებ რეჟისორის სარეჟისორო ნამუშევრით მიუხედავად იმისა რომ მონოსპექტაკლში თითქმის ყოველთვის მსახიობზე გადადის ხოლმე აქცენტი და მას მიეწერება ბევრი რამ დადებითი რაც სპექტაკლში ხდება ამ შემთხვევაში პირველივე სცენიდან ჩანს რეჟისორმა როგორ გაიაზრა, როგორ დაინახა ტექსტი. ძალიან მინიმალისტური ხერხებით შექმნეს განწყობა, გარემო, შექმნეს სამყარო, შინაგანი, რაც ამ პერსონაჟს აქვს და რაც ძალიან გადამდები გახდა. და მართლა დაგვეტყვება. ძალიან საინტერესო იყო განათებასთან, არა განათება, არამედ მსახიობის მუშაობა ამ განათებასთან, დიალოგი. ნატა კახიძე უფრო გამოცდილი მსახიობია ვიდრე სხვები, ვიდრე უმრავლესობა ვინც ფესტივალზე ვიხილეთ. მიუხედავად ამისა, ისეთი ნამუშევარი იყო, რომ მის უპირატესობას სხვა მსახიობებთან სახათ ვაღიარებ და ხმამაღლა ვამბობ. აქტუალებულები ვართ მართლაც ამ სპექტაკლით, რეჟისორის გადაწყვეტით, ასევე მხატვრის ნუცას ჭყონი არის მხატვრის გადაწყვეტით და რაც შეეხება ნატუკა კახიძეს, ის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი არის დღევანდელ ამ ფესტივალზე. რეჟისორის გადაწყვეტა განათებასთან დაკავშირებით ის არ იყო მხოლოდ განათება განათებისთვის. ის იყო გარკვეული ემოციის შემქმნელი, ის იყო უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სპექტაკლში და დღეს თანამედროვე თეატრში განათება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეჟისორი აი ამ ხაზს მიყვება და რაც მისასალმებელი არის. გთხოვთ. აი მოვიდა. უნდა მოგახსენოთ რომ ნატუკა კახიძე ჩემი ყურადღება თეატრალური ინსტიტუტიდანვე მიიპყრო და თეატრალური ინსტიტუტიდანვე გამოირჩეოდა მისი შემოქმედება. აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ რომ მოულოდნელი იყო ის წარმატება და არ მოვერიდოთ და ვთქვათ ფურორი რაც დღეს მოხდა სამეფო ოპერის თეატრში და დაინგრა ტაშით და აპლოდისმენტებით თეატრი, გარკვეულწილად მოულოდნელი ჩემთვის არ ყოფილა. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ ის შემოქმედებითი ოსტატობა რაც გამოავლინა ამ მსახიობმა ჩემთვის მართლა საოცრება იყო, იმიტომ რომ თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა ზუსტი ინტონაციებით იყო და ყველა უცბად გაირინდა მაყურებელი და დაიწყო მოსმენა იმ სანახაობისა რაც ხდებოდა სცენაზე. რეჟისორმა სწორი არჩევანი გააკეთა და მსახიობმა ეს ყველაფერი ბოლომდე გაიაზრა და ალბათ ამიტომაც უფრო თვალშისაცემი იყო ეს წარმატება.